კულტურის ცენტრმა ინტელექტუალური თამაშების გამართვის ტრადიცია წელსაც არ დაარღვია და მასში ათობით სკოლა და ასობით მოსწავლე იყო ჩართული. საბოლოო ჯამში კი ფინალი 5 ცხემლის ხიდის, ქვემო ნატანების, ჯუმათის, ნომერ 2 და ნომერ 1 საჯარო სკოლებს შორის შედგა. 2 რაუნდიანი და 7-7 კითხვიანი თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელიც თითქმის ყველა სფეროსა და საკითხს მოიცავდა. საბოლოო ჯამში კი წელს მოაზროვნეს სკოლის სტატუსი და რასადროდის გამარჯვებული ნომერ 2 საჯარო სკოლა გახდა. ფინალში მონაწილე 5-ვე გუნდს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. რასადროდის თამაშები კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. გუნდის კაპიტანი გიორგი ბარამიძე. ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი ხანი ველოდით ამ მომენტს. ჩემი გუნდი კარგად მომიზადა ამ პროექტისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის კულტურის ცენტრს და სხვა ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი პროექტისთვის. ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო პროექტები არის ისეთი რამ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში აუცილებელია და ეს ჩვენს ქვეყანას აწევს წინ. ჩემი აზრით ძალიან ძლიერი კონკურენტები შეგვთა, თუმცა შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოგვენდომებინა და სასურველი შედეგი მიგვეღო. რასადროდის პროექტი ზოგადად ძალიან მოგწონს, იმიტომ ტრადიციულად მეორე საჯარო სკოლა ყველა ეტაპზე ყოველთვის ვღებულობდით მონაწილეობას. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება, ერთ-ერთის მომსწრე დღესაც ვართ. ვარ ამაყი, რომ ამ ბავშვების გვერდით ვდგავარ დღეს, როგორც გამარჯვებული გუნდის სკოლის ხელმძღვანელი, მაგრამ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ოზურგეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი რასადროდის ინტელექტუალური თამაშები. ეს უკვე რამოდენიმე წელიწადია ხორციელდება. დღეს ფინალური ტურია. მე გამარჯვებას ვუსურვებ თითოეულმა მონაწილეს. ფინალში გასულ ჩვენ სკოლის მოსწავლეებს. ბავშვები აქტიურად ერთვებიან ასეთ თამაშებში და სასალმებელია ის, რომ ისეთ უნარებს იძენენ ეს ბავშვები, მოაზროვნეები არიან, ჩვენი ოზურგეთელი მოაზროვნეები არიან და კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ და აქვე მინდა მხარდაჭერა გამოუცხადო კულტურის ცენტრს ყველა იმ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი მოსწავლეების საკეთილდღეოდ. 25 სკოლა იყო ჩართული ჩვენს ინტელექტუალურ თამაშებში. დღეს ფინალში თამაშობს 5 გუნდი და ყველაზე მეტად გვახარებს, რომ ჩვენს ქალაქს ყავს უნიჭიერესი, უმაგრესი ინტელექტუალური ბავშვები და ყველა გუნდს, ყველა ბავშვს უსურვებს წარმატებას და გამარჯვებას. დღევანდელი პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და რესურს ცენტრის მხარდაჭერით იმართება და მინდა რომ ასეთი დათქმა უნდა კულტურის ცენტრის ორგანიზები და მერიის და რესურს ცენტრის განათლების მხარდაჭერით იმართება და მინდა რომ ყველა ბავშვს წარმატებები უსურვა.